ნიჭო მონტაჟი და აბსურდი ძირითადად ასე შეაფასეს ჩანაწერი ნაციონალური მოძრაობის იმ წევრებმა, რომლებიც სავარაუდოდ ამ აუდიო საუბარში ფიგურირებენ. ეს ჩანაწერი მმართველ გუნდსა და სხვა პოლიტიკურ პარტიებს აძლევს საფუძველს გამოძიების აუცილებლობაზე ისაუბრონ. Parol ჩანაწერზე, რომელშიც ოდესის გუბერნატორი ნაციონალური მოძრაობის წევრებთან ერთად საქართველოში რევოლუციურ სცენარს განიხილავს, საქმე უკვე აღიძრა. გამოძიება სისხლის სამართლის 315 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად შეთქმულებას გულისხმობს. აღნიშნულ აუდიო ჩანაწერებზე დაინიშნება ექსპერტიზა და მოხდება ხმების იდენტიფიცირება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ დაუშვებს რაიმე სახის დესტაბილიზაციას ქვეყანაში და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ყველა პირი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება. რევოლუციურ ვითარებაში ხალხის აღტკინების ფონზე ჩავატაროთ არჩევნები. ეს ჩანაწერის მიხედვით გიგი წერეთლის სიტყვებია. მან დღეს მედიას განუცხადა, რომ ფარულ საუბარს პირველად ისმენს და ის დამონტაჟებულია. რა რევოლუცია და რა გადატრიალება, რა ეს იზმრება. არც მახსოვს, საერთოდ ასეთი საუბარი თუ იყო და დარწმუნებული ვარ, რომ საიდანღაც რაღაცა ფრაზები არის ამოგლეჯილი, დადებული. სააკაშვილთან და თანაპარტიელებთან ერთად სახელმწიფო გადატრიალების გეგმის განხილვაში მონაწილეობას უარყოფს აკაკი ბობოხიძეც, რომელიც ჩანაწერის მიხედვით რუსთაველის ქუჩაზე კარვების გაშლაზე საუბრობს. ხმა ჩემია, თავი ვისია და ტანი ვისია, აბსოლუტურად არ მაინტერესებს, გიმეორებთ ხალხო, არასდროს ეს შემადგენლობა სასაუბროდ არ დამცდარ ვართ. ჩანაწერს Facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი. ასეთი უნიჭო მონტაჟებით სურს ივანიშვილს თავისი გარდაუვალი დამარცხების თავიდან აცილება, ჩვენი ხალხის გასულელება არ გამოუვა. უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში გადატრიალების არავითარი წინაპირობა არ არსებობს და ამის მოსურნეები კანონის ძალით დაისჯებიან. თუ ასეთი გეგმა ნამდვილად არსებობდა ან არსებობს, რა თქმა უნდა, მას შედეგი შეიძლება ის კონდეს, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაული არის დაისჯადი და აუცილებლად ყველა პასუხს აგებს. შესაბამისმა სამსახურებმა აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება და მე როგორც ვიცი უკვე დაწყებულია გამოძიება. ჩანაწერი ავთენტურია თუ არა და რამდენად კანონიერადაა მოპოვებული. ამაზე კომენტარს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი აკეთებს. კონსტიტუციით არის გარანტირებული ყველა ადამიანის, მათ შორის მიმოწერის, კომუნიკაციის საიდუმლოება დაცული, ამ უფლებაში ჩარევა შეიძლება ასევე კანონით და კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში და შემთხვევებში. 2 წუთნახევრიან ფარულ აუდიო ჩანაწერში ოდესის გუბერნატორთან ერთად ნაციონალური მოძრაობის წევრები აკაკი მინაშვილი, გიგი წერეთელი, ირმა ნადირაძე, პეტრე ცისკარიშვილი, აკაკი ბობოხიძე და ნუგზარ ციკლაური ფიგურირებენ.